ამ ვიდეოსთვის მასალის შეგროვებისას ფროიდის ათობით ნაშრომი, თანამედროვე კვლევები და სამეცნიერო სტატია გადავიკითხე. და იცი რა, რაც უფრო ხრმად ჩავდიოდი თემაში, მით უფრო ვრწმუნდებოდი. ადამიანის თითქმის ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა იზრდება ქვეცნობიერიდან, ბავშვობის ტრავმებიდან, ოდესღაც მიღებული და დავიწყებული გადაწყვეტილებებიდან, გარემოებებიდან, რომლებსაც ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ. ვეცადე შემეგროვებინა ყველაზე არსებითი, ყველაზე ღირებული ფროიდის ნაშრომებიდან და თანამედროვე მეცნიერებიდან ქვეცნობიერის შესახებ. ეს არ არის გასართობი ვიდეო, ეს არის პრაქტიკული ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია რეალურად შეცვალოს შენი ცხოვრება. დიახ, გახმოვანება შეიძლება არ იყოს იდეალური, ხმის ხარისხი არ არის სტუდიური, მაგრამ ნუ მისცემ ამას უფლებას გაგიფანტოს ყურადღება არსიდან. ნუ მისცემ ქვეცნობიერს საბაბს უარი თქვას ამ ინფორმაციაზე. უბრალოდ მოусმინე, ჩაუღრმავდი, რადგან იმის გაგება თუ როგორ მუშაობს შენი ქვეცნობიერი არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ შეწყვიტო მის მძევლად ყოფნა. უყურე ვიდეოს ბოლომდე და მიიღებ ინსტრუმენტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ეძებდი. წარმოიდგინე მომენტი, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მის ცხოვრებას. მან ჯერ არ იცის ამის შესახებ. მისმა ტვინმა კი უკვე გააკეთა არჩევანი 7 წამით ადრე, სანამ ცნობიერება გააცნობიერებს რა მოხდა. ამ დროს მილიონობით ნეირონი იწყებს მოვლენების კასკადს, რომელიც განსაზღვრავს, ვინ შეუყვარდება, რისგან იტანჯება და რა შეცდომებს გაიმეორებს ისევ და ისევ. ეს უხილავი ძალა მართავდა იმპერატორებსა და მათხოვრებს, გენიოსებსა და შეშლილებს და ახლაც ის მართავს ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. 100 წელზე მეტი ხნის წინ ვენის ბინაში მდებარე წყნარ კაბინეტში დოქტორი ზიგმუნდ ფროიდი თავისი პაციენტის ჩანაწერებზე მუშაობდა. ანაო, ასე უწოდებდა მას თავის ჩანაწერებში. ანა, მარჯვენა ხელის იდუმალი. დამბლით იტანჯებოდა. ექიმებმა ვერანაირი ფიზიკური დაზიანება ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ ხელი არ მოძრაობდა. და მაშინ ფროიდმა გააკეთა ის, რამაც სამუდამოდ შეცვალა ადამიანის ბუნების გაგება. მან დაიწყო არა სიმპტომების, არამედ ისტორიების, მოგონებების, სიზმრების მოსმენა და ერთი შეხედვით უაზრო სიტყვების ნაკადში დაიწყო სურათმა გამოკვეთა, რომელმაც სუნთქვა შეუკრა. აღმოჩნდა, რომ ანა მომაკვდავ მამას ულიდა. ერთ ღამეს მის საწოლთან მჯდომს ჩაეძინა. მან იხილა სიზმარი, რომ შავი გველი მამისკენ მიცოცავდა. ანას სურდა გველის განდევნა, მაგრამ მარჯვენა ხელი მოუხერხებელი პოზისგან დაბუჟებული ჰქონდა და არ ემორჩილებოდა. შეშინებულმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მამა გარდაცვლილიყო. იმ მომენტიდან მისმა ხელმა შეწყვიტა მოძრაობა, ტვინმა დაბლოკა იგი და დააკავშირა აუტანელ დანაშაულთან იმის გამო, რომ სიზმარშიც კი ვერ შეძლო მამის დაცვა. ფროიდმა გააცნობიერა, რომ მის წინაშე მხოლოდ ისტერიული სიმპტომი არ იყო. მის წინაშე იყო კარი ადამიანის გონების უცნობ სამყაროში. სამყაროში, სადაც ლოგიკისთვის დაუქვემდებარებელი კანონები მართავენ, სადაც ბავშვობის ტრავმები განსაზღვრავენ ზრდასრულთა არჩევანს, სადაც დავიწყებული აგრძელებს ცხოვრებას და გავლენას. მან ამ სამყაროს არაცნობიერი უწოდა და მისმა აღმოჩენამ კაცობრიობის წარმოდგენას საკუთარ თავზე შეცვალა, მაგრამ სამყარო არ იყო მზად სიმართლის მისაღებად. როდესაც ფროიდმა თავისი თეორია ვენის სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა, მას სტვენით შეხვდნენ. პატივცემული პროფესორები ტოვებდნენ დარბას და დემონსტრაციულად აჯახუნებდნენ კარებს. გაზეთები დასცინოდნენ მის იდეებს. კოლეგები შეხვედრისას ზურგს აქცევდნენ. როგორ შეიძლება გონება შეიცავდეს რაიმეს, რაც თავად ადამიანმა არ იცის? როგორ შეიძლება ბავშვობის გამოცდილებამ გავლენა მოახდინოს ზრდასრულ ადამიანზე? ეს ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რისიც იმ დროის მეცნიერებას სჯეროდა. ფროიდს შეეძლო დანებებულიყო, დაბრუნებოდა პატივსაცემ ნევროლოგიას, დაევიწყებინა თავისი უცნაური იდეები, მაგრამ მან კვლევა განაგრძო. პაციენტი პაციენტის მიყოლებით, ისტორია ისტორიის მიყოლებით. და ის, რაც მან აღმოაჩინა, იმდენად რევოლუციური იყო, რომ დღესაც კი ბევრი უარს ამბობს ამის დაჯერებაზე. ადამიანის გონება, ამტკიცებდა ფროიდი, აისბერგს გავს. ის, რასაც ჩვენ ცნობიერებას უწოდებთ, აზრები, გადაწყვეტილებები, რწმენები, ეს მხოლოდ პატარა მწვერვალია, რომელიც წყლის ზემოთ ჩანს. ძირითადი ნაწილი კი ბნელ სიღრმეებშია დამალული. და ეს ფარული ნაწილი არა მხოლოდ ინახავს დავიწყებულ მოგონებებს, არამედ აქტიურად მართავს ჩვენს ცხოვრებას, ყველა არჩევანს, ყველა ერთი შეხედვით შემთხვევით შეცდომას. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2008 წელს ბერლინში მაქს პლანკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში რაღაც ხდებოდა, რაც ფროიდს გაახარებდა. მოხალისე იწვა MRI აპარატში. მის წინაშე მარტივი ამოცანა იყო. დაეჭირა მარცხენა ან მარჯვენა ღილაკისთვის, როცა მოუნდებოდა. თავისუფალი არჩევანი, არანაირი წესი.
მაგრამ სკანერი ხედავდა იმას, რასაც ექსპერიმენტის მონაწილე ვერ ხედავდა. ადამიანის მიერ გადაწყვეტილების გაცნობიერებამდე სულ მცირე 7 წამით ადრე ტვინის გარკვეული უბნები უკვე აქტიურდებოდა და წინასწარმეტყველებდა, რომელ ღილაკს დააჭერდა ის. 7 წამი და ტვინმა პასუხი უფრო ადრე იცოდა, ვიდრე ცნობიერებამ კითხვა დასვა. კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჯონ დელან ჰაინსმა მოგვიანებით აღიარა ჟურნალისტებთან. ეს იყო მომენტი, როდესაც საკუთარ თავისუფალ ნებაში დავეჭვდი. ექსპერიმენტი ასობით ადამიანზე ჩაატარეს. შედეგი უცვლელი დარჩა. ჩვენი თავისუფალი გადაწყვეტილებები ტვინის სიღრმეში მიიღება მანამ სანამ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ არჩევანს ვაკეთებთ. მაგრამ თუ ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაშინ ვინ ან რა? პასუხი მოულოდნელი წყაროდან მოვიდა. პარმის უნივერსიტეტში იტალიელმა ნეირობიოლოგთა ჯგუფმა მაკაკების ტვინი შეისწავლა. მაიმუნებს მოტორულ ქერქში ელექტროდები ჩაუნერგეს, რათა გაეგოთ როგორ აკონტროლებს ტვინი მოძრაობებს. და აქ მოხდა ის, რაც არც ერთ თეორიაში არ ჯდებოდა. მაიმუნი მშვიდად იჯდა, ლაბორანტი კი ნაკინს მიირთმევდა. უეცრად მოწყობილობებმა დააფიქსირეს აქტივობა მაიმუნის ტვინში იმავე ნეირონებში, რომლებიც აქტიურდებოდა, როდესაც ის თვითონ იღებდა საკვებს. მაიმუნი არ მოძრაობდა, ის უბრალოდ უყურებდა. მაგრამ მისი ტვინი იმეორებდა მოქმედებას, რომელიც სხვას შეასრულა. ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯაკომო რიცულატიმ თავიდან გადაწყვიტა, რომ მოწყობილობა გაფუჭდა. შეამოწმეს ხელსაწყოები, ყველაფერი იდეალურად მუშაობდა. გაიმეორეს ექსპერიმენტი. შედეგი იგივე იყო. აღმოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სამეცნიერო საზოგადოება მას 5 წლის განმავლობაში არ იჯერებდა. ჟურნალები უარყოფდნენ სტატიებს, კოლეგები იცინოდნენ. ისტორია მეორდებოდა როგორც ოდესღაც ფროიდთან. მაგრამ რიცულატიმ და მისმა გუნდმა განაგრძეს კვლევა და იმან რაც მათ აღმოაჩინეს, შეცვალა ადამიანის ბუნების გაგება. ეს განსაკუთრებული უჯრედები, სარკისებური ნეირონები ადამიანებსაც აქვთ. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს მათი მთელი ქსელი, რომელიც ტვინის უმნიშვნელოვანეს უბნებშია განფენილი. როდესაც ვხედავთ, როგორ ირიმის ვინმე, ჩვენი სარკისებური ნეირონები სახის კუნთებს აიძულებენ საპასუხო ღიმილის ფორმირება დაიწყონ, სანამ გადავწყვეტთ, რომ გავიღიმოთ. როდესაც სხვის ტკივილს ვხედავთ, ტვინის ის უბნები, რომლებიც ჩვენი საკუთარი ტკივილის დროს აქტიურდება, იწყებენ მუშაობას. მაგრამ ყველაზე გასაოცარი მოგვიანებით გაიგვა.
სტუდენტების ორ ჯგუფს უნდა გადაეჭრა რთული შემოქმედებითი ამოცანა. პირველი ჯგუფი მუშაობდა მასზე დილით, შემდეგ საღამოს იმავე დღეს. შედეგების გაუმჯობესება 10%. მეორე ჯგუფი მუშაობდა საღამოს, შემდეგ ეძინა ღამე და ამოცანას დილით ხსნიდა. გაუმჯობესება 35%. მაგრამ მესამე ჯგუფი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებდა. მათ უბრალოდ არ ეძინათ. მათ აღვიძებდნენ სწრაფი ძილის ფაზაში და სთხოვდნენ ეთქვათ რას ხედავდნენ სიზმარში. შემდეგ ისინი ისევ იძინებდნენ. დილით მათი გაუმჯობესება 70% იყო. სიზმრების შინაარსის გაცნობიერებისა და წარმოთქმის მარტივი აქტი აორმაგებდა ინფორმაციის ქვეცნობიერი დამუშავების ეფექტურობას. ცნობიერსა და არაცნობიერს შორის საზღვარი გამჭვირვალე აღმოჩნდა და გასაღები იყო საკუთარი მენტალური პროცესებისადმი ყურადღების მარტივი პრაქტიკა. თუმცა მთავარი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. თუ ჩვენი ქვეცნობიერი ასე ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, შესაძლებელია თუ არა მისი გადაპროგრამირება, დესტრუქციული პატერნებისგან თავის დაღწევა, ახალი, უფრო ეფექტური პატერნების შექმნა. ჯეიმს პეიბეკერის ისტორია საოცარ პასუხს იძლევა ამ კითხვაზე. 1980-იან წლებში ტექსასის უნივერსიტეტის ამ ფსიქოლოგმა აღმოჩენა გააკეთა, რომელიც თავიდან ზედმეტად მარტივი ჩანდა იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო. მან აღმოაჩინა, რომ ტრაუმული გამოცდილების უბრალოდ ჩაწერა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ჭრილობების განკურნებასაც კი უწყობს ხელს. ექსპერიმენტი მარტივი იყო. ადამიანებს სთხოვდნენ ეწერათ თავიანთი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ მოვლენებზე დღეში 15 წუთი, 4 დღის განმავლობაში, ცენზურის გარეშე, ტექსტისთვის ლიტერატურული ფორმის მიცემის მცდელობის გარეშე. უბრალოდ ცნობიერების ნაკადი იმაზე თუ რა გტკივა. საკონტროლო ჯგუფი ნეიტრალურ თემებზე წერდა. შედეგები ნახევარი წლის შემდეგ შემოწმდა. მათ ვინც ტრაუმებზე წერდა, ექიმთან ვიზიტების რაოდენობა 50%-ით შემცირდა. სისხლის ანალიზებმა აჩვენა იმუნური სისტემის გაძლიერება. სტუდენტებმა გააუმჯობესეს შეფასებები. უმუშევრებმა უფრო სწრაფად იპოვეს სამსახური. შემდგომმა კვლევებმა MRI-ის გამოყენებით გამოავლინა მექანიზმი. ტრაუმული მოგონებები ხშირად ინახება ტვინში არავერბალური ფორმით, როგორც სურათები, შეგრძნებები, ემოციები. ისინი ააქტიურებენ ამიგდალას, რაც იწვევს სტრესს, მაგრამ არ მუშავდება მეტყველების ცენტრების მიერ. რჩება თითქოს მოუნელებელი. ჩაწერის აქტი აიძულებს ტვინს ეს მოგონებები სიტყვებად თარგმნოს. მეტყველებასა და ლოგიკურ აზროვნებაზე პასუხისმგებელი უბნების გააქტიურებით, ტრაუმა გადადის არაცნობიერი ქაოსიდან ცნობიერ ნარატივში და კარგავს თავის დესტრუქციულ ძალას. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო რევოლუციისა არაცნობიერის პლასტიურობის გაგებაში. 2019 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც შეძრა მშვიდობიანი ნეირომეცნიერების სამყარო. სტენფორდის გუნდმა კარლ დეისეროტის ხელმძღვანელობით შეუძლებელი შეძლო. მათ ისწავლეს თაგვების ტვინში კონკრეტული მოგონებების ჩართვა და გამორთვა ოპტოგენეტიკის ტექნოლოგიის გამოყენებით. მაგრამ ყველაზე გასაოცარი ეს არ იყო. მათ აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ მოგონებების წაშლა, არამედ მათი ემოციური შეფერილობის შეცვლაც. მოგონებები იმ ადგილის შესახებ, სადაც თაგუსტენმა დაარტყა, შეიძლებოდა სასიამოვნო მოგონებად გადაქცეულიყო და პირიქით. მეხსიერების ფიზიკური კვალი ტვინში იგივე დარჩა. შეიცვალა მათ შორის კავშირები, შეიცვალა კონტექსტი, შეიცვალა მნიშვნელობა. ადამიანებისთვის ეს წარმოუდგენელ პერსპექტივებს ხსნიდა. თუ მოგონებების ემოციური ფერი პლასტიკურია, მაშინ წარსულის ტრაუმები სამუდამოდ არ არიან განწირულნი ჩვენს სატანჯველად. მათი გადააზრება, ხელახლა კონტექსტუალიზაცია და დესტრუქციული ძალის ჩამორთმევა შესაძლებელია. და ამისთვის ოპტოგენეტიკა არ არის საჭირო. საკმარისია საკუთარ ცნობიერებასთან სწორად მუშაობა. ფსიქოთერაპევტმა ფრანსინ შაპირომ ეს შემთხვევით აღმოაჩინა.
პარკში სეირნობისას და საკუთარ პრობლემებზე ფიქრისას, მან შეამჩნია, რომ მისი თვალები სპონტანურად მოძრაობდნენ გვერდიდან გვერდზე და ყოველი მოძრაობით შემაშფოთებელი ფიქრები კარგავდნენ სიმძაფრეს. დაინტერესებულმა ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. ასე დაიბადა თვალის მოძრაობით დესენსიბილიზაციისა და გადამუშავების ტექნიკა. დღეს ეს ტრავმასთან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. პაციენტი იხსენებს მტკივნეულ მოვლენებს და ამავდროულად თვალებით მოძრავ ობიექტს მიხვება. თვალების მარტივი მოძრაობა რატომღაც ეხმარება ტვინს ჩარჩენილი მოგონებების გადამუშავებაში. სკეპტიკოსები იცინოდნენ. როგორ შეიძლება თვალების მოძრაობამ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე იმოქმედოს? პასუხი ძილის ლაბორატორიიდან მოვიდა. აღმოჩნდა, რომ სწრაფი ძილის ფაზაში თვალები ზუსტად იგივე მოძრაობებს აკეთებენ და სწორედ ამ მომენტებში ამუშავებს ტვინი დღის ემოციურ გამოცდილებას. ისტორია ისტორიას მოჰყვა და მტკიცებულებები გროვდებოდა. ქვეცნობიერი არ აღმოჩნდა ბნელი, უკონტროლო ძალა, არამედ უფრო ბრძენი პარტნიორი, რომელიც სხვა ენაზე მეტყველებს. ენაზე, რომელიც შედგება სახეებისგან და არა სიტყვებისგან, ემოციებისგან და არა ლოგიკისგან, ასოციაციებისგან და არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისგან. და მათ, ვინც ეს ენა ისწავლა, წარმოუდგენელ რესურსებზე მიუწვდებოდათ ხელი, ისევე როგორც ავგუსტ კეკულემ, რომელმაც სიზმარში ბენზოლის სტრუქტურა გველის სახით დაინახა, რომელიც საკუთარ კუდს კბენს. ან დიმიტრი მენდელეევმა, რომელსაც ელემენტების პერიოდულობის სისტემა დაესიზმრა. ან პოლ მაკარტნიმ, რომელმაც სიზმარში Yesterday's მელოდია მოისმინა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ცოდნა ქვეცნობიერის შესახებ ბნელი მიზნებისთვის გამოიყენეს. მათი ისტორიები გაფრთხილებად გვევლინება იმის შესახებ, თუ რამდენად დაუცველები ვართ მანიპულაციების წინაშე, რომლებიც ცნობიერების გვერდისავლით ხორციელდება. ედვარდ ბერნეისი, ფროიდის ძმისშვილი, პირველი იყო, ვინც ბიძის თეორიები მარკეტინგში გამოიყენა. 1929 წელს თამბაქოს ინდუსტრია პრობლემის წინაშე დადგა. ქალები არ ეწეოდნენ, ეს უკულტურობად ითვლებოდა. პირდაპირი რეკლამა არ მუშაობდა. შემდეგ ბერნაისმა ჩაატარა კამპანია, რომელიც ცნობიერების მანიპულირების სახელმძღვანელოებში შევიდა. მან დაიქირავა ახალგაზრდა ქალების ჯგუფი და მოაწყო მათი გამოჩენა სააღდგომო აღლუმზე ნიუ-იორკში. გარკვეულ მომენტში მათ უნდა მოეწიათ სიგარეტი, ხოლო მოსყიდულ ჟურნალისტებს ეს უნდა აღებეჭდათ. მაგრამ თავარი ის იყო, თუ როგორ წარმოადგინა ბერნაისმა ეს მოვლენა. მან სიგარეტებს თავისუფლების ჩირაღდნები უწოდა. მოწევა თამბაქოსთან კი არა, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლასთან, დამოუკიდებლობასთან, თანასწორობასთან დააკავშირა. 10 წელიწადში ამერიკაში მწეველი ქალების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. მილიონობით ქალმა დაიწყო მოწევა და ფიქრობდა, რომ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა. სინამდვილეში ისინი მიყვებოდნენ პროგრამას, რომელიც ქვეცნობიერში იყო ჩადებული სიმბოლოებისა და ასოციაციების საშუალებით. ბერნეისი ცინიკურად წერდა თავის მემუარებში. თუ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ლიდერებზე, მათი თანხმობით ან მის გარეშე, თქვენ ავტომატურად ახდენთ გავლენას ჯგუფზე, რომელსაც ისინი უძღვებიან. მისი მეთოდები 10 წლეულების განმავლობაში იხვეწებოდა. დღეს ნეირომარკეტინგი იყენებს MRI სკანირებას, რათა დაინახოს, როგორ რეაგირებს ტვინი რეკლამაზე. კომპანიები მილიარდებს ხარჯავენ, რათა გვერდი აუარონ ჩვენს შეგნებულ წინააღმდეგობას და პირდაპირ მიაღწიონ ქვეცნობიერ სურვილებს. და ეს მუშაობს. კვლევები აჩვენებს, რომ შესყიდვის გადაწყვეტილებების 80%-მდე ქვეცნობიერად მიიღება, მაგრამ მექანიზმების გაგება მათგან დაცვაცაა. როდესაც იცი, როგორ მუშაობს ფოკუსი, წყვეთ ილუზიის მსხვერპლად ყოფნას. და აი აქ ჩვენ უბრუნდებით მთავარ კითხვას. თუ ჩვენი ქვეცნობიერი ასეთი ძლიერია, თუ ის იღებს გადაწყვეტილებას ჩვენს მაგივრად, გვაქვს თუ არა საერთოდ თავისუფალი ნება, თუ უბრალოდ საკუთარი ნეირონების მარიონეტები ვართ? პასუხი მოულოდნელი ექსპერიმენტიდან მოვიდა. 2016 წელს პარიზის ტვინის ინსტიტუტიდან არონ შურგერმა გაიმეორა ცნობილი ექსპერიმენტი ღილაკებით, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებით. ის სთხოვდა მონაწილეებს, რომ უბრალოდ არ დაეჭირათ ღილაკზე, როცა მოესურვებოდათ, არამედ შეეწყვიტათ მოქმედებები, თუ გადაიფიქრებდნენ. და რაღაც რევოლუციური აღმოაჩინა. დიახ, ტვინი იწყებს მოქმედებისთვის მზადებას შეგნებულ გადაწყვეტილებამდე დიდი ხნით ადრე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ფანჯარა. დაახლოებით 200 მილიწამი, როდესაც ცნობიერებას შეუძლიათ ჩაერიოს და შეაჩეროს პროცესი. ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ, რა იმპულსები წარმოიქმნება ქვეცნობიერში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომელ მათგანს მივყვეთ. ფილოსოფოსი უილიამ ჯეიმსი 100 წლის წინ წერდა. ჩემი პირველი აზრი, ჩემი წინაპრის ბოლო აზრია.
მას მხედველობაში ჰქონდა, რომ ჩვენი ავტომატური რეაქციები ევოლუციის, კულტურის, პირადი ისტორიის პროდუქტია. ისინი დაუპატიჟებლად მოდიან. მაგრამ მეორე აზრი უკვე ჩვენი არჩევანია. და ამ შუალედში იმპულსსა და მოქმედებას შორის ცხოვრობს ჩვენი თავისუფლება. ვიქტორ ფრანკლის ისტორია ამას განსაცვიფრებელი ძალით ასახავს. ფსიქიატრი, ფროიდის მოწაფე, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ყველაფერი, რისი წართმევაც შეიძლებოდა მისთვის წაართვეს. ოჯახი მოუკლეს, ხელნაწერები, მთელი ცხოვრების შრომა დაუწვეს. სიკვდილის პირას მიიყვანეს. მაგრამ მან აღმოაჩინა ის, რასაც უწოდა ადამიანის უკანასკნელი თავისუფლება. სტიმულსა და რეაქციას შორის არის შუალედი, წერდა ის მოგვიანებით. ამ შუალედშია ჩვენი ძალა, ავერჩიოთ პასუხი. ჩვენს პასუხშია ჩაკეტილი ჩვენი ზრდა და ჩვენი თავისუფლება. არაადამიანურ პირობებშიც კი, როდესაც ქვეცნობიერი ყვიროდა შიშზე, ტკივილზე, სასოწარკვეთილებაზე, ის პოულობდა ამ არჩევანის სივრცეს და ირჩევდა ღირსების შენარჩუნებას, სხვების დახმარებას, აზრის ძიებას. გათავისუფლების შემდეგ ფრანკლმა შექმნა ლოგოთერაპია, ფსიქოთერაპიის მეთოდი, რომელიც აზრის ძიებაზეა დაფუძნებული. მაგრამ საფუძვლად ედო იგივე აღმოჩენა, რაც ფროიდმა გააკეთა, ოღონდ სხვა რაკურსით. დიახ, ქვეცნობიერი გავლენა სახდენს ჩვენზე. დიახ, წარსული აყალიბებს აწმყოს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი, როგორ მოვექცეთ მას. თანამედროვე მეცნიერება ამას კიდევ ერთ შემოbrunებას უმატებს. ეპიგენეტიკის კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენს არჩევანს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზეც კი, თუ როგორ მუშაობს ჩვენი გენები. სტრესმა შეიძლება ჩართოს გენები, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან და დაავადებებთან. მედიტაციამ შეიძლება გამორთოს ისინი. ტრაუმები შეიძლება გადაეცეს თაობიდან თაობას, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ბიოლოგიურადაც. მაგრამ განგურნებაც შეიძლება გადაეცეს. რეიჩელ იაჰუდა, მაუნტ სინაის სამედიცინო სკოლიდან, სწავლობდა ჰოლოკოსტ-გადატანილთა შვილებს. მან აღმოაჩინა ცვლილებები გენებში, რომლებიც დაკავშირებულია სტრესთან. მათ შორისაც კი, ვინც ომის შემდეგ დაიბადა. მშობლების ტრაუმა სიტყვასიტყვით ჩაიწელა ბავშვობის დნმ-ში, მაგრამ მან სხვა რამეც აღმოაჩინა. ისინი, ვისი მშობლებიც თერაპიაზე დადიოდნენ, საკუთარ ტრაუმებზე მუშაობდნენ, გამოცდილებაში აზრს პოულობდნენ. შვილებს არა მხოლოდ ჭრილობებს, არამედ მდგრადობასაც გადასცემდნენ. გამოდის, რომ საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობით, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას ვცვლით, არამედ გადავწერთ კოდს, რომელსაც შემდგომ გადავცემთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ავტომატიზმის ნაცვლად შეგნებულობას, წყენის ნაცვლად პატიებას, სტაგნაციის ნაცვლად ზრდას ვირჩევთ, ჩვენ ახალ ნეირონულ გზებს ვქმნით. და ეს გზები, გზებად იქცევა მათთვის, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა. მაგრამ როგორ დავიწყოთ ეს სამუშაო? როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ცდომა MRI-ზე და ლაბორატორიებზე, შეიცნოს საკუთარი ქვეცნობიერი? პასუხი საოცრად მარტივი აღმოჩნდა და ის ათასობით წლის განმავლობაში იყო ცნობილი. უბრალოდ ახლა მეცნიერება ხვდება, რატომ მუშაობს ეს. პირველი ნაბიჯი, ყურადღება. საკუთარი რეაქციების მარტივი დაკვირვება. როდესაც გრძნობ უეცარ ბრაზს, შფოთვას, ლტოლვას, შეჩერდი ერთი წამით. კითხე საკუთარ თავს. საიდან გაჩნდა ეს შეგრძნება? რა გახდა ამ რეაქციის გამომწვევი? ნუ განსჯი, უბრალოდ დააკვირდი. ყურადღების ეს მარტივი აქტი ააქტიურებს პრეფრონტალურ ქერქს, შეგნებული კონტროლის არეალს და ქმნის იმ სივრცეს, იმპულსსა და მოქმედებას შორის, რომელზეც ცოტა ხნის წინ გიყვებოდი. მეორე ნაბიჯი, ფიქსაცია. ჩაიწერე სიზმრები. მაშინაც კი თუ ისინი აზრს მოკლებულად გეჩვენება. აწარმოე ემოციების დღიური, აღნიშნე განმეორებადი პატერნები. ქვეცნობიერი საუბრობს გამეორების ენით. თუ შენ კვირაში 3 ჯერ გაბრაზდი მსგავს სიტუაციებზე, ეს არ არის დამთხევა, ეს არის შეტყობინება. გაშიფრვა სავალდებულო არ არის. ჩაწერის აქტი აიძულებს twins ინფორმაციის დამუშავებას ახალი გზით. მესამე ნაბიჯი, დიალოგი. აქტიური წარმოსახვის ტექნიკა, რომელიც ფროიდის მოწაფემ კარლ იუნგმა შეიმუშავა, საშუალებას გაძლევს სიტყვასიტყვით ესაუბრო საკუთარი ფსიქიკის ნაწილებს. დახუჭე თვალები. წარმოიდგინე შენი ბრაზი, შიში ან სურვილი, როგორც პერსონაჟი. როგორია ის? როგორ გამოიყურება? რისი თქმა სურს შენთვის? ნუ მოიგონებ პასუხებს. მიეცი მათ მოსვლის საშუალება. ნეიროვიზუალიზაცია გვიჩვენებს, რომ ასეთი პრაქტიკის დროს აქტიურდება ტვინის იგივე უბნები, რაც რეალური დიალოგის დროს. შენ სიტყვასიტყვით ამყარებ კომუნიკაციას ფსიქიკის სხვადასხვა ნაწილს შორის. მეოთხე ნაბიჯი, ინტეგრაცია. ცოდნა უმოქმედოდ მკვდარია.
თუ აღმოაჩინე, რომ შენი საჯარო გამოსვლის შიში დაკავშირებულია დამცირების ბავშვობის გამოცდილებასთან, არ არის საკმარისი ამის უბრალოდ ცოდნა. საჭიროა ახალი გამოცდილების შექმნა. დაიწყე მცირედით. ისაუბრე სარკის წინ, შემდეგ ახლო მეგობართან, შემდეგ პატარა ჯგუფში. ყოველი დადებითი გამოცდილებით შენ გადაწერ ძველ პროგრამას. და რაც მთავარია, მოთმინება. ქვეცნობიერი ნელა იცვლება. ეს არ არის კომპიუტერი, სადაც შეგიძლია წაშალო ფაილი და ჩამოტვირთო ახალი. ეს არის ცოცხალი სისტემა, რომელიც იცვლებოდა მილიონობით წლის ევოლუციის და შენი პირადი ისტორიის 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ მას შეუძლია შეიცვალოს. ნეიროპლასტიურობა ამის გარანტიაა. ყოველი ახალი აზრი, ყოველი ახალი არჩევანი, ახალ ბილიკს ქმნის ნეირონულ ტყეში და ერთ დღეს ბილიკი გზად იქცევა. მილტონ ერიქსონის ისტორია გვიჩვენებს თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ქვეცნობიერთან მუშაობის ოსტატობა. ამ საოცარმა ფსიქოთერაპევტმა პოლიომიელიტით პარალიზებულმა თავისი ავადმყოფობა შემეცნების ინსტრუმენტად აქცია. გადაადგილების უუნარობის გამო ის საათობით აკვირდებოდა ადამიანებს, მიკრომოძრაობებს, რომლებიც ნამდვილ გრძნობებს ღალატობენ, სუნთქვის ნიმუშებს, რომლებიც ემოციებთან ერთად იცვლება, არაცნობიერ ჟესტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სიტყვებს. მან ისწავლა იმის დანახვა, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და გამოიყენა ეს ცოდნა ხალხის დასახმარებლად. მისი ჰიპნოთერაპიის ტექნიკა იმდენად ეფექტური იყო, რომ მაგიას გავდა. მაგრამ ეს არ იყო მაგია. ეს იყო იმის ღრმა გაგება, თუ როგორ მუშაობს ქვეცნობიერი და მისი ენის ცოდნა. ერთ-ერთი მისი პაციენტი ამპუტილებულ ფეხში აუტანელ ტკივილს განიცდიდა. მედიცინა უძლური იყო. როგორ უმკურნალოთ ტკივილს კიდურში, რომელიც არ არსებობს. ერიქსონმა სთხოვა მას დეტალურად აღეწერა ტკივილი. შემდეგ სთხოვა წარმოედგინა, როგორ გადაიქცევა ეს ტკივილი ქავილად, ძლიერი აუტანელი ქავილი. ქალი ეწინააღმდეგებოდა. რატომ შეუცვალო ტკივილი ქავილით? მაგრამ ერიქსონი დაჟინებით მოითხოვდა. და როდესაც წარმოსახვითი ტკივილი წარმოსახვით ქავილად იქცა, მან თქვა, ახლა მოიქავე. სრული აბსურდი, ხო? როგორ შეიძლება ფეხის მოკავება, რომელიც არ არსებობს? მაგრამ ქვეცნობიერმა არ იცის ლოგიკა. ქალმა მოიქავა ფანტომური ფეხი, ფანტომური ხელით და ქავილი გაქრა. მასთან ერთად კი ტკივილი, რომელიც მას წლების განმავლობაში აწუხებდა. ეს არ არის სასწაული. ეს არის იმის გაგება, რომ ქვეცნობიერისთვის წარმოსახვითი ისეთივე რეალურია, როგორც ფიზიკური. და თუ პრობლემა ქვეცნობიერმა შექმნა, გამოსავალიც იქიდან უნდა მოვიდეს. დღეს, ფროიდის აღმოჩენებიდან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ ქვეცნობიერის შესახებ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მას შეეძლო ეოცნება. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჩავიხედოთ მოქმედ ცნობიერებაში. გვაქვს მეთოდები, რომლებიც ათასობით ადამიანზეა გამოცდილი. ვიცით მექანიზმები, რომელიც წინა თაობებისთვის მიუწვდომელი იყო. მაგრამ მთავარი აღმოჩენა იგივე რჩება. ჩვენ სრულად არ ვაკონტროლებთ საკუთარ გონებას. იმის დიდი ნაწილი თუ ვინ ვართ, ჩვენი ცნობიერი მზერისგან დაფარულია და ეს შეიძლება საშიში იყოს. იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ სახლში სრულთასოვანი პატრონი არ ხარ, ჩვენს ეგოს დგენს. მაგრამ ეს ათავისუფლებს კიდეც, რადგან თუ ჩვენი პრობლემები, შიშები, შეზღუდვები ქვეცნობიერიდან მოდის, ესე იგი ჩვენ არ ვართ მათში დამნაშავე. ჩვენ ისინი შეგნებულად არ აგვირჩევია. ისინი გარემოებების, ისტორიის, ბიოლოგიის შედეგია. და ამის გაგება საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობას იწვევს, ხოლო საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა ცვლილების პირველი ნაბიჯია. ფროიდმა ეს რევოლუცია მარტივი დაკვირვებით დაიწყო. ადამიანები უცნაურ რაღაცებს აკეთებენ, რისი ახსნაც არ შეუძლიათ. ამბობენ იმას, რისი თქმაც არ უნდოდათ. ავადდებიან ფიზიკური მიზეზების გარეშე. იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომებს. და იმის ნაცვლად, რომ ეს შემთხვევითობად მოენაცვლათ, მან იკითხა, რა მოხდება თუ ამის უკან ლოგიკა დგას? უბრალოდ ლოგიკა, რომელიც ცნობიერებისთვის მიუწვდომელია. ამ კითხვამ ყველაფერი შეცვალა. მისგან დაიბადა არა მხოლოდ ფსიქოანალიზი, არამედ მთელი თანამედროვე ფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება. იმის გაგება, რომ ადამიანი არ არის რაციონალური მანქანა, არამედ ურთულესი სისტემა, რომლის დიდი ნაწილი ცნობიერების მიღმა მუშაობს. და ახლა, როდესაც ეს იცი, ყოველ ჯერზე, როდესაც ავტომატურ რეაქციაში დაიჯერ თავს, გაიხსენე, ეს ჩემი ქვეცნობიერი მოქმედებს. ყოველი უცნაური სიზმარი, ყოველი შემთხვევითი წამოწდენა, ყოველი აუხსნელი ლტოლვა ან ზიზღი, ეს არის შეტყობინება სიღრმეებიდან. სულაც არ არის საჭირო მათი გაშიფრვა, საკმარისია აღიარო, რომ ისინი არსებობენ და რომ მათ უკან მილიონობით ევოლუციის და მთელი შენი ცხოვრების სიბრძნე დგას. ჩვენ ქალბატონიანათი და მისი პარალიზებული ხელის ისტორიით დავიწყეთ, თუმცა ნება მომეცის სხვა ისტორიით დავასრულო.
ისტორია, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენად შორს წავედით ქვეცნობიერის გაგებაში და კიდევ რამდენი რამ არის გასახსნელი. 2020 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მოხდა მოვლენა, რომელიც მსოფლიო მედიის სათაურებში მოხდა. ადამიანი, რომელიც 15 წლის წინ სრულად პარალიზებული იყო, ტექსტის დაწერა მოახერხა არა მოძრაობებით, არამედ აზროვნების ძალით, უпростоრად განზრახვის ძალით. მას ტვინში ჩაუნერგეს ელექტროდები, რომლებიც მოტორულ ქერქში ნეირონების აქტივობას კითხულობდნენ. როდესაც ის წარმოიდგენდა, რომ ხელებით წერდა ასოებს, კომპიუტერი შიფრავდა სიგნალებს და გამოქონდა ტექსტი. სიჩქარე წუთში 90 სიმბოლო. უფრო სწრაფი ვიდრე ბევრი ჯამთელი ადამიანი კლავიატურაზე ბეჭდავს. მაგრამ საქმე ტექნოლოგიაში არ არის. საინტერესო ისაა, რაც ამან ცხადყო. მაშინაც კი, როდესაც სხეული ვერ მოძრაობს, ქვეცნობიერი მოტორული პროგრამები აგრძელებენ მუშაობას. ტვინს ახსოვს როგორ წეროს, მაშინაც კი თუ ხელს დაავიწყდა. და ეს მეხსიერება იმდენად ზუსტია, რომ კომპიუტერს შეუძლია მისი წაკითხვა. კიდევ რა იმალება ჩვენს სიღრმეში? რა შესაძლებლობებია მიძინებული, რაც გამოღვიძებას ელოდება? რა რესურსებს ვატარებთ საკუთარ თავში, მათი არსებობის შესახებ წარმოდგენის გარეშე? ფროიდმა კარი გააღო, მაგრამ მოგზაურობა ახლა იწყება. და ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს მკვლევარი. ლაბორატორია ჩვენი საკუთარი გონებაა, ინსტრუმენტები, ყურადღება, მოთმინება, გამბედაობა სიღრმეში ჩახედვისთვის. ხოლო ჯილდო არის საკუთარი თავის გაგება, წარსულის ავტომატიზმისგან გათავისუფლება, შესაძლებლობა გავხდე ის, ვინც შეგიძლია გავხდე. ქვეცნობიერი არ არის მტერი, რომელიც უნდა დავამარცხოთ და არც ბნელი ძალა, რომლის უნდა გვეშინოდეს. ეს ჩვენი ნაწილია, ყველაზე დიდი ნაწილი. და როდესაც ჩვენ ვსწავლობთ მასთან თანამშრომლობას, ხდება სასწაულები, არა მისტიკური, არამედ სავსებით ახსნადი მეცნიერებით. მაგრამ ამის გამო არანაკლებ გასაოცარი. თითოეულ ადამიანს თან აქვს სამყარო. მისი დიდი ნაწილი სიბნელეშია დამალული. მაგრამ ჩვენ გვაქვს ცნობიელების ფარანი და სინათლის ყოველი სხივი, რომელიც სიღრმეშია მიმართული, ხსნის ახალ ტერიტორიებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალ გზებს. საკუთარ ქვეცნობიერში მოგზაურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა, რომელიც ადამიანს შეუძლია განახორციელოს. იმიტომ რომ ყველა გარეგანი მოგზაურობა მხოლოდ შინაგანი ლანდშაფტის ანარეკლია. შიგნით რუკის შეცვლით, ჩვენ უკვე ვცვლით სიზმლის ტერიტორიას. ფროიდმა ეს იცოდა და ახლა შენც იცი. მოიწონე ვიდეო, გაუზიარე მეგობარს, გამოიწერე არხი და გაააქტიურე ზარის ღილაკი, რათა უფრო მეტი გაიგო ფსიქიკის მუშაობის შესახებ და იპოვო პასუხები საკუთარ თავზე არსებულ რთულ კითხვებზე.